მე მგონი დროსთან გადაკავშირებით, ანუ მხოლოდ ამ სევდაზე და სიღატაკეზე რო არ ვისაუბროთ, დროსთან დაკავშირებით ყველაფერი იცვლება, არა მხოლოდ ლარის კურსი, არამედ ჩვენი საყვარელი ან არასაყვარელი სელებრიტებიც, რომელსაც პერიოდულად ვაწყდებით ხოლმე სხვადასხვა გამოცემებში. ესეთი მხიარული ვიდეო მინდა გაჩვენოთ. 14 სელებრიტია, ანუ ცნობილი ადამიანი ამ ვიდეოზე ნაჩვენები, რომლებიც ბავშვობიდან დღემდე შეიცვალნენ. ეს არის მაგალითად Taylor Swift, რომელიც მე მგონი ძალიან ბევრ ადამიანს ძალიან მოწონს, როგორ იყო ბავშვობაში. ეს სიმპათიური ბიჭის, ესეთი სასაცილო ადამიანი ყოფილა. მე ვერ ვცნობ ვერავის და ეს ცუდია თუ კარგია. ბავშვობაში რა ვერ ცნობ ეს ვიდეო? არა, ვერც დასრულსაც ვერ. ეს იმას ნიშნავს, სერგი, რომ შენ ძალიან დაკავებული ხარ და არ გცალია ყვითელი ჟურნალები. ჯეი გილინჰალს ვიცნობ, კი ბატონო. კრისტიან მილიოტი არ ვიცი, ვერ ვცნობ. არ ვიცი. ძნელი წარმოსადგენია, რომ ეს ადამიანია. ჯეიმი ფალონს ვიცნობ, კი ბატონო. ამას მე არ ვიცნობ სამაგიეროდ. ჯეიმი ფალონი არის ფანტასტიკური late night show-ს წამყვანია და ერთ-ერთი სუპერსტარი ამჟამად შეერთებულ შტატებში. ესეც ძნელი წარმოსადგენია, რომ ესეთი გოგონა შეიძლება ესეთი ყოფილიყო ოდესღაც. ეს აშკარად 80-იანი წლების ვარცხნილობაა. რაშიდა ჯონს, მითხარით ვინ არის რაშიდა ჯონს? აი ეს ჩვენიერი გოგონა. ჩვენიერი გოგონა, მაგრამ ვინ არის ბუღალტერია პროფესიით? სელებრიტები არიან, მაგრამ ყველა არ არის ისეთი ცნობილი, რომ ჩვენც კი გვიჭერს რამდენიმე ცნობა. მეგან ფოქსი კარგი. მეგან ფოქსი ხო იცით? ეს თავარია. დვეინ ჯონსონ, ნუ ამას ახლა ლეც ვიცნობ და ჩვენი ოპერატორებიც. ეს მე მგონი დიდად არ შეცვლილა. კეშა. ვინ არის კეშა? კეშაც დიდად არ შეცვლილა, ვარცხნილობა არ შეცვლილა. ჯორჯ კლუნი. მეგონი ძნელი წარმოსადგენია რა. მე მგონი გაქვს. ვარცხნილობა აქვს და სტილი შეცვლილი. ბოლოს ესეთი სტეიტმენტი იყო, anything is possible, ყველაფერი შესაძლებელია, ამიტომ სადეთ და ენდეთ პლასტიკურ ოპერაციებს. ხო. არა, რასაკვირველი არა, ბუნებრივობა უპირველეს სერგი ყოვლისა. პლასტიკური ოპერაციების ხარეს და ჩვენ მე ხომ ატყობთ? დაახდეგეთ კატეგორია. კეთილი, ჩვენ ოპერაცია გაქვს. აღარც კი მახსოვს. კეთილი, ჩვენ დაიჯესტი უნდა გაჩვენოთ, პროგრამას ეწოდება კომუნიკატორი.